განსაკუთრებული გამოფენა, დაბრუნებული საუნჯე ხელოვნების სასახლეში, ისტორიული ექსპონატები, ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გაიტანეს სამშობლოში დაბრუნდა. საზოგადოებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა ისინი ერთ სივრცეში იხილოს. გამოფენა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. საქართველოში დაბრუნებული საუნჯე კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და ხელოვნების სასახლის დირექტორთან გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა. ის საუნჯე, რაც თავის დროზე საქართველოდან გატანილი იყო და რასაც შევძლებთ დაუდოთ, ესე ვთქვათ, ბინა ჩვენ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს. აქ არის ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ნამდვილად მსოფლიოს უდიდეს გალერეებსა და მუზეუმებს დაამშვენებდა. ხელოვნების სასახლე დაიბრუნა 10 წლების განმავლობაში დაკარგული უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები. ეს იყო ურთულესი საქმე და ურთულესი მისია. მე მინდა თითოეული ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, მადლობა გადაუხადო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მე-15-მე-19 საუკუნეებში იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში შექმნილი დასავლეთ ევროპული ფერწერული ტილოები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრს ასახავს, რელიგიურ თემებს, პორტრეტებს, ისტორიულ სცენებს. გამოფენაზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მსოფლიო ისტორიის ცნობილ ფიგურებთან დაკავშირებული ხელნაწერები, ნაპოლეონ პირველის, ალექსანდრე დიუმას, ასევე ნიკო დადიანის კუთვნილი მე-18 საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი, იან ბიკონი და იკოსნი წმინდისა ღვთისმშობლისანი. ასევე ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის ანტიკური ხანის მოხატული ღვინის ჭურჭელი. სამშობლოში დაბრუნებულ ექსპონატების გამოფენას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები. საქართველოს კულტურის სამინისტროს და მინისტრის პატრონაჟით ეს ნივთები დაუბრუნდა სამშობლოს, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში იქნა გატანილი. კოლექცია არის მსოფლიო მნიშვნელობის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. აქ არის მე-16 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე დასავლეთ ევროპული მხატვრობის თითქმის ყველა ჟანრი. ძალიან ძვირფასი ფერწერული ნამუშევრების კოლექციაა წარმოდგენილი. სულ 14 ნამუშევარს ნახავს დამთვალიერებელი. ეს არის მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები, ვენეციური სკოლა, ჰოლანდიური, ასევე ნიდერლანდული სკოლის საუკეთესო ნიმუშები. დაბრუნებული საუნჯე აერთიანებს სხვადასხვა ეპოქასა და კულტურას, დასავლეთ ევროპულ ხელოვნებასა და ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობას. ეს პროცესი ეროვნული მეხსიერების აღდგენისა და კულტურული იდენტობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.